მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ თოფურიას და გეიჯის ბრძოლასთან დაკავშირებით მეტნაკლებად ჩაცხრა ეს დისკუსიები, თუმცა ერთხელ ძალიან კარგი რაღაცა მოხდა საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა თავისი სახე აჩვენა, დადებითად, ვინ უარყოფითად ეს ყველა თავის გულში ჩაიხედოს და აი რაღაცნაირად აქაც საზოგადოება ურბანაკად გაიყო. საზოგადოებას, რომელსაც არ სჯეროდა ის ყველაფერი, რაც ხდებოდა, აიქ ბრძოლის ველზე, რომ იყო ხელოვნური ჩარევა, არ ყოფილა ბუნებრივი მოვლენა და რაღაც აქ მეორე საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელსაც უაპელაციოდ ჯეროდა, რომ ეს ამერიკაში როგორ შეიძლება მოხდეს, UFC-ში ეს როგორ შეიძლება მოხდეს და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა პროფესიონალმა სპორტსმენმა აკეთა ამ საკითხთან შესაბამისი ანალიზი და შესაბამისად გამოთქვა ის გონივრული ეჭვი, შეიძლება ყოფილიყო, აღმოჩნდა ის, რომ საქართველოში კომენტატორები, რაღაც მწვრთნელები, რაღაც ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც UFC-ს პატიოსნებას უფრო ენდობოდნენ, ისინი უფრო ხშირად იქნენ წარმოჩინებული და რატომღაც აღმოჩნდა ისე, რომ რაღაცნაირად ოპოზიციაში ჩაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც არ მიიღეს თოფურიას ეს მარცხი. არაფერს ვამბობ ამ გაპიარებულ ბრჭყალებში გმირზე, რომელზეც მეც მქონდა ბლოგი და ჩემი პასუხი გავეცი, რასაც ვფიქრობდი, მის საქციელს, მის დამოკიდებულებას, შეურაცხყოფას, საერთოდ ჩვენდამი გვაგინა პირდაპირ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თანაც ინგლისურად გვაგინა, ვისაც თურმე არაფერი გვესმის და ვლაპარაკობთო. და შუბები დახია და მიიღო საზოგადოებიდან მისაღები და უნდა მიიღო და ყველა უნდა მიიღოს ისე, როგორც იმსახურებს. მაგრამ ეს გაპიარებულმა გმირმა თავისი თავი გამოაჩინა. ასევე მეორე მხრიდან იყვნენ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ხმას ამ უსამართლობასთან დაკავშირებით და იყო ესეთი ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენი, მარიამი, რომელიც ეხლაც უცხოეთში არის, ვარჯიშობს, ამ სპორტით არის დაკავებული და პირველი დღიდანვე, პირველი წუთიდანვე ცნიდა და განმარტავდა იმას თავისი გამოცდილებიდან, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული იმისთვის, რომ ილია დამარცხებულიყო, რომ დოპინგის შედეგებზე საუბრობდა ყველაფერზე. საზოგადოების დიდ ნაწილში მისმა ასეთმა პირდაპირმა, ვაჟკაცურმა და პროფესიონალურმა ახსნამ ძალიან დიდი სიმპათია გამოიწვია. თუმცა აი ვითომ ძალიან მაგარი პროფესიონალები რო ქვიათ და ძალიან მაგარი მცოდნეები რო ქვიათ, ეს ხალხი, რა ვიცი, რაღაცა ტრათ უფრო გადაეკიდნენ ამ ადამიანს და როდესაც ყავდათ ეს გოგო მიწვეული აი ტორონჯაძის გადაცემაში, სადაც არ ვიცნობ მე ამათ შეიძლება მის საქმის კარგი მცოდნეებიც არიან, კომენტატორები, რომლებიც UFC-ს კომენტატორები იყვნენ, იქ მოუწია ალბათ ფორმატიდან გამომდინარე 10 წუთი ამ გოგოს საუბარი და ამათმა მე მთელი საათნახევარი ისაუბრეს და საერთო ჯამში აზრი ის იყო, რომ დოპინგის ან გჯერა, ან არ გჯერაო და ჩვენ გჯერა რო არ ქონდა გაკეთებულიო. ერთმა თქვა შეიძლება ქონოდაო, ერთმა თქვა არ ქონდაო, მაგრამ აი ესე შეხედულებაო, ეს გინდ გწამს, გინდ არაო და რაც მე ამის შემდეგ დაიწყო ამ ბავშვის, რა ბავშვის ამ გოგოსი უბრალოდ ვერათ უმცროსი არის ჩემთან და წამოუწდა ახლა ეს. ამ გოგოს მიმართ ატყდა მოკლედ ერთი, რა ვიცი, ეგრეთ წოდებული ბულინგი, რა ვიცი, 1000 შეურაცხყოფა, 1000 ბოტროლების, ზაოდების წივილ-კივილე და დაუბლოკეს რა გვერდი Facebook-ზე. რაღაცნაირად უსამართლობის გრძნობა დამრჩა და მინდა ამ უსამართლობის გრძნობას გამოეხმაურო ამ ბლოგში და სხვათა შორის მე მიკვირს სხვათა შორის აი ქართველი კაცების მხრიდან ამ გოგოს მიმართ რაღაცა
ოპოზიციური დამოკიდებულება და აი მინდა რაღაცნაირად შემოგთავაზოთ ერთი ეს ყოფილა მწვრთნელი, რომელმაც ვიდეო ჩაუწერა ამ Salmevit მეგობრებო, სოციალურ ქსელში ვიპოვე რამოდენიმე ჩემი ვიდეო და მიმართავ მარიამ თოფურიას. მარიამ თოფურიაშვილო შეხარ სამოყვარულო MMA-ის სპორტსმენი, რომლის შერდოგი არის პროფებში 0-0-ზე, სამოყვარულოში 1-0-ზე. გისურვებ წარმატებას და გისურვებ ისეთივე პროფესიონალი მებრძოლი გამოხვიდე, როგორც ჩემი ბიჭები არიან. როგორც არის ნოდარ კუთუხაშვილი, ბეკო დოინჯაშვილი, ვლადიმერ მორავჩიკი და აი ასე შემდგომ. დალშე ამის გაგრძელებას კიდე ვიდეოს უყურე ბოლომდე და მიხვდები მე თუ როგორი მწვრთნელი ვარ და როგორ მებრძოლებთან მაქვს. რაღაცნაირად სიმართლე გითხრათ, ამ გოგოს მიმართ ესეთ ჯინში ჩადგომა, მithumetes ამხელა კაციდან და თურმე შენ ვინა ხარ, არა პროფესიონალი ხარ, ჯერ არაფერი მიღწევები არა გაქვს და რაღაცა რაღაცნაირად არ ჯდება რა, არც ჯანსაღ კრიტიკაში და არც იმაში მithumetes როდესაც შემდეგ ახლა თვითონ მარიამმა გამომიგზავნა მაჩვენა ეს სკრინი, უბრალოდ არ მინდა რომ გამოამზეურო ეს ყველაფერი, სადაც ეს ადამიანი წერდა რომ მას დაავალეს ამ კომენტარის გაკეთება, გასაგებია ხო, UFC-ს სჭირდება გათეთრება საქართველოში, ყავს ბევრი გამთეთრებელი, აი ესა დიდი ინდუსტრია, დიდი ბიზნესი, იგივე შუბის დამხელმა რა ვიცი, ილიას ძმა და მეგობრობაზე როდებს თავს, ვერც გაბედა იმის ეჭვი გამოეთქვა, რომ შეიძლება დოპინგი ყოფილიყო. არა, ეს უნდა მიიღოთ ასე უაპელაციოდ კაცო. კიდე ძალიან ბევრმა რა. მიუხედავად იმისა, ამ ბატონს მინდა ვაჩვენო, თუ თქვენ მარიამს უწუნებთ კომპეტენციას, მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ამ ადამიანს მაინც ხო ვერ დაუწუნებთ კომპეტენციას, რომელსაც ძალიან გარკვევით აქვს ნათქვამი ეს ყველაფერი, აბა, მინდა გაჩვენოთ. რახან ბევრმა მითხარით რომ მაშინ გაგვიზიარე შენი აზრი საქმე რა შეაო, გეტყვით აუცილებლად. გელი არის ვფიქრობ რომ რაღაც ასე თუ ისეთი დოპინგის შეაპარეს, რამაც შედეგი გამოიღო. ჩემი სუბიექტური აზრი არის ეს, რომ შესაძლოა მე 100%-იან არაფერს არ ვიძახი, მაგრამ შესაძლოა რომ გეიჯი ყოფილიყო დოპინგზე, რადგან ამდენი დარტყმა ღვიძლში და მე ასე კარგად აღდგენა რაუნდებს შორის უშვიათ ესე რაღაც არის და ძალიან რთულია. უნებრივად ალბათ ასეთ აღდგენას ორგანიზმი ვერ შეძლებდა. ეს არის ჩემი აზრი და კიდევ აი მეგობრებო, ამას მაინც ხომ ვერ დაუწუნებდით ახლა პატივცემულო თქვენ შვილის ტოლი ხარო და შვილოთი მემართავთ და რაღაცა და აკრიტიკებთ, რომ თურმე ჯერ რეიტინგი არ აქვს და ბევრი ბრძოლები არ აქვს და ესე როგორ ხედავს და რა. ახლა რუსლან ბოლქვაძესაც დაუწუნებთ მას, რა ქვია, კომპეტენციას, რომ მას არ აქვს, რომ ისიც ასე ფიქრობს, რომ ესეთი რაღაცეები ასე ჰაერზე არ ხდება. ეგეთი რაღაცა მაკვირვებს, იცით? მაკვირვებს, რომ როდესაც ყოველთვის ესეთი ამბები ხდება, როგორ ხდება ისე, რომ მანდამაინც ოპოზიციაში დგებით, კაცო. ყველა ეგრევე ოპოზიციაში დგებით და თვალდახუჭული უნდა მოგენდოთ ხალხი რა. რომ თქვენ დიდი გამოცდილება გქონთ. მე მინახე ამ ქვეყანაში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები, მაგრამ საჭირო მომენტში სიმართლეს რო არ ამბობენ და გაჩუმებული რო არიან, როდესაც ერთსა ქვეყანას ჭირდება, ესეთი ძალიან ბევრი მინახე. ამიტომ რაღაც ამ გოგოს მიმართ ხო, აი რაღაცნაირად უსამართლობის გრძნობა დამრჩა. არც იქ მიეცა საუბრის საშუალება, Facebook გვერდიც დაუბლოკეს. თვითონაც გულდაწყვეტილი უკანასკნელი ვიდეოსო ჩავწერო და ამ თემაზეო აღდათო აღარ დავხარჯაო დროსო და ვერთმა გაუმარჯოს მის გზაზე, სადაც არის, როგორც არის, რანაირადაც არის. წარმატებებს უსურვებ მასაც და ყველა ქართველსაც რამთას იქეთ და რა ვიცი, თქვენ კიდე იმას გეტყვით, რომ არ მიმაჩნია სიმართლე გითხრა სწორად, როდესაც ამ გოგოს, რომელიც სულით და გულით ამ ყველაფერს ამბობდა, ჩაუდგეთ ოპოზიციაში. და მithumetes ეს გოგო მარტო არ არის, ბევრი ასე ფიქრობს და ბევრი პროფესიონალი ასე ფიქრობს. მაგრამ საქართველოში რაში არის იცით საქმე, როგორც ყოველთვის ტრადიციულად არ ხდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლის ობიექტური პროფესიული ანალიზის ჩვენება. ამიტომ მე შემხვდა ინტერნეტში ერთი ვიდეო,
რომელიც ზუსტად შეესაბამება ამ ყველაფერს და ამ ყველაფრის ავტორი არის სპორტული ექიმი, ქართველი კაცი, თენგიზ აფენიძე. თხოვე მას, რომ თუ შეიძლებოდა, რომ მის ვიდეოს დავდებდი ჩემს გვერდზე ინფორმაციის გასავრცელებლად, რაზეც მან თანხმობა განმიცხადა, ამიტომ მისი თანხმობით ეხლა მინდა შემოგთავაზოთ მე თქვენ უშუალოდ სპორტული ექიმის, სპორტის ექიმის პროფესიული და ძირფესვიანი ანალიზი თუ სინამდვილეში რასთან ჰქონდათ საქმე და რა არის დოპინგი და იყო თუ არა ეს გეიჯი დადოპინგებული და იწევდა ეს ყველაფერი ეჭვს თუ არა. მოусმინეთ კარგად, ვისაც სიმართლე გაინტერესებთ და ვისაც მართლა გაინტერესებთ თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, გამოვიდეს ვინმე პროფესიონალი ექიმი, იმიტომ დოპინგის აღმოჩენა ორგანიზმში ექიმების ეს არის საქმიანობა არის. და გასცეს ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი. და არ მოგვიტანოთ რაღაც ესე აქსიომად კომენტატორის თუ მწვრთნელის თუ ვინმე ნებისმიერი მებრძოლის თუნდაც ალტერნატიული შეხედულება, რომ ეს ასე არ იყო. აქ არის უშუალოდ პროფესიონალი ადამიანის საუბარი დოპინგთან დაკავშირებით, თუ რა არის დოპინგი, როგორ ხდება მისი გამოყენება და იყენებდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში თოფურიას მოწინააღმდეგე დოპინგს. მე მოусვინე ამ ვიდეოს და ესე მართლა გითხრათ, ზოგადად ქონდა წარმოდგენა დოპინგთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გამაოგნებელი იყო ის სიმართლე, რა სიმართლეს ამ ადამიანმა ილაპარაკა, თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს ყველაფერი. აი, და რა შეეხება ამ ბატალიებს საქართველოში, ხო? ბეკაი დედმამიშვილებო, რა, ყველაფერში ასეა გაყოფილი ქვეყანა, ერთი პირი არაფერში არაა და ბიჭო, თან ხართ აქეთ მხარეს და თან არა ხართ და თან UFC-ს იმას რა ქვია, ღირსებას და რეპუტაციას იცავთ და თან გამოდიხართ და ამბობთ, რომ ილია თოფურიაზე გული შეგტკივათ. თუ გული შეგტკივათ, მაშინ ბოლომდე შეგტკიოდეთ გული და მაშინ ბოლომდე იყავით გულწრფელები. და ესეთ პატარა გოგოს კი ნუ დაესხმებით თავს და პატარა გოგოს კი ნუ დაუწყებთ რა ჯიბრში ჩადგომას და სიტყვებზე ზდევნას. ერიქით, გეყოთ თქვენც ის ვაჟკაცობა გამოდით და აღიარეთ ის. გეყოთ. ბევრი უნთმაგარი ადამიანი მინახია, მაგრამ ხშირად ყოფილა ისეთ შემთხვევა, რომ ვაჟკაცობაში შეიძლება მანდილოსანს ეჯობნოს მათთვის. არ მიმაჩნია, რომ ამ გოგოს მიმართ აი ესეთი დამოკიდებულება, ეს უსამართლო დამოკიდებულება დაწყებული Facebook-ის გვერდის დაბლოკებით და ის მიმართ ესეთი ვიდეოების ჩაწერით, ამით ეს არის სწორი და ნორმალური რა. მით უმეტეს ამ საკითხთან დაკავშირებით რა. ეხლა კი ნახეთ ეს ბოლომდე, ვისაც გაინტერესებთ და ამ თემაზე მე მგონი ამომწურავათაა ყველაფერი პასუხი გაცემული რა. ამომწურავათაა პასუხი გაცემული და ეხლა ვისაც გინდათ გაიგეთ, ვისაც არ გინდათ, როგორც გწამთ შიგ-ევროპის სიწმინდის, შიგ-ევროპის ამერიკის, ტრამპის ქრისტიანობის და მსგავს რაღაც ბოდუები, გწამდეთ მათი ახლა. მეტარნი არიან მორწმუნენი. და UFC-ს იმის რა ქვია. უმციკლობის. მოგესალმებით მეგობრებო. ბოლო დღეებში შემხდა უამრავი პოსტი, უამრავი კომენტარი ილიასა და გეიჯის ჯგუფთან დაკავშირებით და სამწუხაროდ მე ვერ დავინახე ვერც ერთი სპორტული ექიმის კომპეტენტური ანალიზი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ სწორედ ჩავთვალე აუცილებლად, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მესაუბრა. ამ ვიდეოში ვაპირებ აგიხსნათ რა არის დოპინგი, რომელზეც რა თქმა უნდა ზოგადად წარმოდგენა აქვს ყველა ადამიანს, მაგრამ ფიზიოლოგიურ დონეზე აგიხსნით რას აკეთებს დოპინგი, რა ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში და რატო ხდება ადამიანი, ასე ვთქვათ, სუპერმენი. და რა უპირატესობებს
აძლევს დოპინგი მოწინააღმდეგესთან შედარებით. ვისაც რა თქმა უნდა გამოყენებული აქვს ეს მეთოდი. ვისაც აინტერესებს გეიჯის ჰქონდა თუ არა გამოყენებული დოპინგი, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო ბოლომდე. საკმაოდ დიდი ზომის ვიდეოა, მაგრამ არ დაიზაროთ და აუცილებლად უყურეთ ბოლომდე, იმიტომ რომ შევეცდები არასამედიცინო ენაზე აუხსნა ყოველი წვრილმანი, ყოველი დეტალი და მე დასკვნები შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ. ჩვენ ბრძოლიდან ყველას გვახსოვს ის მომენტი, როცა გეიჯი ეცემა და რაც პირველ რიგში თვალებში ესე აშკარად ხვდება ადამიანს, ეს არის მისი ზედმეტად გაყვითლებული ფეხის გულები. ეხლა ვიღაცას გონია, რომ ეს რაღაცა შემთხვევითობა, ვიღაცას გონია, რომ ესეთი რაღაცები უბრალოდ შეიძლება ამთხრვა, ან შუქს და განათებას აბრალებს, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, ეს არის ძალიან ძლიერი დოპინგის ზემოქმედების შედეგი. თუ რატო იწვევს ეს ყველაფერი ამ სიყვდილეს, ამასაც აიხსნით დეტალებში. თავდაპირველად მინდა ავხსნათ თუ რას წარმოადგენს დოპინგი, როგორ წესი, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს აკრძალული მეთოდი გამოიყენოს, იყენებს კომბინირებულ მეთოდს. ანუ ახდენს როგორც სისხლის გადასხმას, ასევე იყენებს პრეპარატებს. იმიტომ რომ მხოლოდ სისხლის გადასხმით ის ეფექტი არ მიიღება და მხოლოდ პრეპარატის შეყვანითაც არ მიიღება ის ეფექტი, როგორც ამ ორის კომბინირებით ხდება. ეხლა რა ბუსტს აძლევს ადამიანს სისხლის გადასხმა? ეს არ არის ჩვეულებრივი სისხლის გადასხმა, რასაც დოპინგს უწოდებენ. ამ დროს ადამიანის მომზადება ხდება დაახლოებით თვე-თვენახევრით ადრე. მას ამოუღებენ სისხლს ორგანიზმიდან გარკვეული ოდენობით და ხდება ამ სისხლის დაკონსერვება. ორგანიზმი ამ დანაკლისს, რა თქმა უნდა, ერთი თვის მანძილზე აღიდგენს და ის როდესაც ჭირდება ორგანიზმს, ასე ვთქვათ, ზე ფიზიკური აქტიურობა, ამ დროს გადაისხამენ აი ამ ადრე ამოღებულ სისხლს და ორგანიზმში ჩნდება იმაზე მეტი რაოდენობის სისხლი, ვიდრე ფიზიოლოგიურად ადამიანს გააჩნია. ეხლა მთავარი აქ რა არის, რომ როდესაც ხდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ამ დროს საქმეში ერთვება სიმპათიკური ნერვული სისტემა. შევეცდები ხა მარტივად ახსნა, ანუ თავის ტვინიდან გამომავალი ნერვები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია კუნთებთან, ამ სისტემას ეწოდება სიმპათიკური სისტემა. და ამ სისტემის აქტიურობა არის დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორზე. ერთ-ერთი ჰორმონი, რომელიც ამ სისტემის ასე ვთქვათ, მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ყველას გაგვიგია, ყველას გვესმის, ეს არის ადრენალინი, რომელიც გამოიყოფა თითქმის ზედა ჯირკვლის მიერ. ადრენალინი ასაკეთებს ორგანიზმში უკაცრავად. ახდენს სიზარღვების შევიწროებას, ზრდის წნევას, აჩქარებს გულის რიტმს, რითიც იზრდება ცირკულირებადი სისხლის მოძრაობის სიჩქარე. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ როდესაც გუნთი განსაკუთრებით დატვირთულია, მას სჭირდება გაცილებით მეტი რაოდენობით შანგბადი, მას სჭირდება, რომ გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით მოხდეს წარმოქმნილი ნახშირორჯანის გამოტანა და იქ სხვა დაშლის პროდუქტების, რომელიც ხელს უშლის შემდეგში უკვე გუნდის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამიტომ აჩქარებული, ასე ვთქვათ, სისხლის მიმოქცევა არის ამ დროს აუცილებელი. ეხლა წარმოიდგინეთ, როცა ფიზიოლოგიური ჩვეულებრივი სტანდარტული ფიზიოლოგიური პროცესია, ვთქვათ, ადამიანი
მიდის დღეში და შემოხდა მგელი, ხო? რა ხდება ამ დროს, ხო? ჩვეულებრივი რეფლექსიის დონეზე, წამის მიათეთში გამოიტყორცნება ადრენალინი, მყისიერად ხდება წნევის მომატება, ადამიანი ვარდება ეიფორიაში, ღებულობს რაღაც დიდ ენერგიას, რომ აი გაიქცეს და რაღაცით უშველოს თავს. ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური რეფლექსური მომენტი. იგივე ხდება დაახლოებით ჩხუბის დროსაც, როცა მებრძოლები გამოდიან, მათ გამოეყოფათ ეს ფიზიოლოგიურად რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით ადრენალინი, მომატებულია წნევა, ტონუსში იმყოფებიან და სწორედ ეს აძლევს საშუალებას გაძლონ 4 რაუნდი, 5 რაუნდი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იღლება ადამიანი, კოლოსალური ენერგია იხარჯება ამ პროცესში, მაგრამ როდესაც ადამიანს დამატებითი სისხლია გადასხმული, ეს მას აძლევს ძალიან დიდ ბუშტს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ საშუალოდ 5 ლიტრი სისხლი დაახლოებით 70-75 კილოგრამ წონის ადამიანს საშუალოდ აქვს 5 ლიტრი სისხლი და 5 ლიტრის ნაცვლად გქონდეს 6 ლიტრი, ხო? რას ნიშნავს ხა ეს ყველაფერი? ესე იგი, დაახლოებით 20%-ით გაზრდილ სისხლის მოცულობას, რაც ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მეტი რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდება კუნთებს, ბევრად უფრო მეტი რაოდენობის სისხლი გაივლის მომუშავე კუნთებში, რაც ასევე უზრუნველყოფს, რომ კუნთებიდან მოხდება ამ დაშლის პროდუქტების ნახშირორჟანგის გამოტანა და აღდგება მისი ფუნქცია და აღდგება მისი გადაღლა დროზე ადრე. იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს ფიზიოლოგიურად მოხდებოდა. ასე რომ გადასხმული სისხლი ასრულებს სუპერ ბუსტის ფუნქციას, მაგრამ მხოლოდ სისხლის გადასხმა არ გაძლევს მაინც იმ სასურველ ეფექტს, რაც გინდა რომ დოპინგის შედეგად მიიღო. ამისათვის აუცილებელია გამოიყენოს სპეციფიკური პრეპარატები. ერთ-ერთი ალბათ ყველაზე გავრცელებული პრეპარატი ამფეტამინი, ეფედრინი და ასე შემდეგ უამრავი არსებობს, რომელსაც იყენებენ ამ დროს და ეს პრეპარატები ორგანიზმში ასრულებს თითქმის იგივე ფუნქციას, რასაც აკეთებს ადრენალინი. ანუ გარედან შეყვავს ხელოვნურად ქიმიური ნივთიერება, რომელიც შენ ორგანიზმში უკვე არსებულ ადრენალინს ემატება და ფუნქციურად აძლიერებს და ასრულებს იგივე ფუნქციას ორგანიზმში. ის იწვევს ეიფორიულ განწყობას, ადამიანი არის ეიფორიაში, გონია რომ თავს გადადგამს, საშინელ ძალის მოზღვევებას გრძნობს და ეს არ არის მხოლოდ შეგრძნება, ის რეალურად დაისახება მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. ეს პრეპარატი მნიშვნელოვნად სწევს დაბლა ტკივილის შეგრძნებას, ამ დროს ადამიანი თითქმის არ გრძნობს ტკივილს და რა თქმა უნდა გადასხმული სისხლი პლუს პრეპარატის მოქმედება მას აძლევს კოლოსალურ უპირატესობას მოწინააღმდეგესთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი აკრძალული და ითვლება, რომ ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს სპორტში, იმიტომ რომ არ არის fair play-ის პრინციპი. არ არის ეს ჯანმრთელობისთვის კარგი, თუ ვინმე ეს გონია, რომ ეხლა ვინც ხშირად იყენებს დოპინგს, ეს მის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არა, პირიქით უდიდესი დატვირთვა ხდება გულის, გადატვირთვა ხდება უпростоრედ ზედმეტი სისხლით, ზედმეტი ჰორმონებით და ის ადამიანები, ვინც ხშირად მიმართავენ დოპინგს, როგორც წესი, ნაადრევად უდგებათ გულისხმარისობის პრობლემა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ისე დაუბრუნდეთ გეიჯის გავრცელებულ ფეხის გულებს. რა ხდება ამ დროს? რატო ხდება ფეხის გულების გავრცელება დოპინგის დროს? როდესაც ორგანიზმში გადაისხამ შენსავე წინასწარ გამზადებულ სისხლს, საერთოდ სისხლის უჯრედები ერითროციტები დაახლოებით ფიზიოლოგიურად ცოცხლობენ 100-120 დღე. ამის შემდეგ ხდება მათი დაშლა ღვიძლში. მათ შემადგენლობაში შემავალი ცილა ჰემოგლობინიც იშლება, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ბილირუბინი. და აი ეს სწორედ ბილირუბინი აძლევს კანს მოყვითალო შეფერილობას. ყველა ხსმენია ხო, არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ხდება ადამიანის გაყვითლება. ღვიძლის დაავადებების დროს სხვადასხვა მექანიზმი არსებობს ამის. მაგრამ დოპინგის დროს, როდესაც ხდება გაყვითლება, ამის მექანიზმი არის შემდეგი.
გადასხმული სისხლი რაც არ უნდა კარგად შეინახო, სისხლის უჯრედები უფრო მალე ამ დაკონსერვებული სისხლის უჯრედები იმაზე უფრო ადრე იშლება, ვიდრე ორგანიზმში არსებული სისხლის უჯრედები. ანუ მათი lifespan-ი არ არის 120 დღე, ან ბევრად უფრო ნაკლებია. ის გადასხმის მომენტში სისხლი თავის ფუნქციას, როცა ადამიანი თქვათ დაიჭვება, დიდი რაოდენობით სისხლის გააკეთოს ოპერაციის დროს და გადასხმა ხდება, ეს გადასხმული სისხლის უჯრედები საკმარისია რამდენიმე დღის განმავლობაში ცირკულაციისთვის და რო შეავსოს ადამიანში ეს დანაკლისი, ამის შემდეგ ისინი იშლება, მაგრამ ორგანიზმი უკვე ასწრებს საკუთარ წარმოქმნას და ან თავის ფუნქციას ერთი სიტყვით ასრულებს ეს გადასხმული სისხლი. და ამ დროს, როდესაც დოპინგის დროს ადამიანი ისხამს, კონკრეტული ბრძოლისთვის ეს საკმარისია, რა თქმა უნდა, მაგრამ მალე იწყებს ეს გადასხმული სისხლი დაშლას და ანუ ბევრი რო არ გავაგრძელო, ღვიძლში იმაზე მეტი რაოდენობის ბილირუბინის წარმოქმნა ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურ პროცესში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ დონის სიკვდილს ეს მაინც არ იწვევს. ძირითადი მიზეზი, რაც ამას გააღვიძლა კეიჯის ფეხის გულები, არის ზუსტად ამფეტამინის ეფექტი. ის ძალიან ტოქსიკურია ღვიძლისთვის და ხდება ნაღვლის, ესე იგი, გამოყოფის შეფერხება. და სწორედ იმიტომ, რომ ნაღველით ხდება სწორედ ბილირუბინის გამოყოფა, იქ შეჩერდება თითქმის დაგროვილი ბილირუბინის არ უნდა წავიდეს, ისევ სისხლის მიმოქცევის სისტემაში ბრუნდება უკან, ხო? რადგან ნაღვლიდან ვერ ხდება გამოყოფა, ცირკულირებს სისხლში და მისი რაოდენობა მატულობს და მატულობს და ეს იწვევს ზუსტად იმ გაყვითლებულ კანს. თუმცა, მოდი ერთ რამესაც გავუსვათ ახლა აქ ხაზი. მხოლოდ ფეხის გულებზე ეს რა თქმა უნდა არ აისახება, თვალის კლერებზე და ზოგადად ყველგან კანის ზედაპირზე სიყვიტლე ჩნდება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი UFC-ში არ გავჭირდებოდათ ამის დამალვა, უამრავი ასე ვთქვათ, ქალბატონებს კარგად მოეხსნა ტონალურები და 1000 საშუალებები არსებობს განზე დასმელა, რომელსაც შეგიძლიათ ნებისმიერ ფერზე დააყენო კანი. ასე რომ მათ ადვილად შეეძლოთ სხეული, ასე ვთქვათ, კამუფლიაჟი გაეკეთებინა და დაეფარათ სიყვიტლე. გეიჯის იმდენად წვრილი თვალები აქვს, რომ მის კლერებში არავინ არ ჩაგახედებდა. ვიდეოც მე რაც მახეთ, თუნდაც ინტერვიუს, ზოგიერთ ინტერვიუში სხვადასხვა კეპი ახურავს, ზოგან ქუდი ახურავს და აი თვალები თითქმის არ უჩანს ამ ადამიანს, ანდა ეხლა რამე შემჩნევა ფაქტობრივად შეუძლებელია. და აი ერთადერთი ადგილი, რომლის ასე ვთქვათ, დამალვა იყო აბსოლუტურად შეუძლებელი, იმიტომ რომ ადამიანი აბიჯებს და იგი რაც არ უნდა წაუსვა, მოშორდება ყველაფერი და მაინც გამოჩნდება ეს ფეხის გულები. და ყველამ დავინახეთ. მე ხა დავურთავ რამდენიმე სურათს ამ ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს. თუ რა ჭირს კეიჯის ფეხის გულებს, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მისი სხვა ბრძოლები და დააგვერდით ფეხის გულებს სხვა ბრძოლებში. იქ აბსოლუტურად ჩვეულებრივი შეფერილობა აქვს ამ ადამიანის ტერფებს. ერთადერთი ბრძოლა, სადაც მას უსაშველოდ გაყვითლებული ფეხის გულები, ეს იყო სწორედ ილიასთან. შემთთვის, როგორც ექიმისთვის, არანაირი კითხვა არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, ქონდა თუ არა მას დოპინგი. მას რა თქმა უნდა, ქონდა დოპინგი გამოყენებული. UFC ამერიკული ორგანიზაცია, თან ამერიკის თავისუფლების 250 წელი, ტრამპი ესწრება, ტრამპის დაბადების დღეა და მეინ კარდი, მთავარი ორთაბრძოლა, ეხა ამერიკელი ხდება ვიღაც არა ამერიკელს, ეს უკვე პრესტიჟის საკითხი იყო ხალხო. ეს არ უმხდარა მხოლოდ UFC-ის დონეზე, რომ იქ ხა დოპინგ კონტროლზე პასუხისმგებელი ხალხი რომ გაეჩუმებინათ, მხოლოდ ამ დონეზე არ უმხდარა ეს ყველაფერი, აქ სპეცსამსახურებიც იყო ჩართული. და მოკლედ გაუჩალიჩეს ერთი სიტყვით ილიას რა. შესაძლოა თვითონაც ხდება ამ ყველაფერს, მინდა აუცილებლად გამოეხმაურო ასევე მერაბის კომენტარს. მერაბ ძმაო, როგორც ილია, ასევე შენს სასწაულად ვიყვარხართ, ჩვენი საამაყო ბიჭები ხართ, შემოგივლოთ ჩემი თავი, მაგრამ ვერაფრით ვერ დაგეთანხმები იმ განცნობებაში, სადაც ამბობ, რომ ჯგუფია და ყველაფერი ხდება. კი ბატონო, ჯგუფში ყველაფერი ხდება, მაგრამ
დოპინგია და ესე რადიკალური განცხადება რომ იქ არაფერი არ იყო გამოყენებული, ყოველ შემთხვევაში კონტექსტი ესეთი დავინახე მე შენს კომენტარში. არ შეიძლება ეს რადიკალური განცხადების გაკეთება. რა თქმა უნდა, იქ კომენტარებში რომ კითხულობ ხოლმე გაყიდა ილიამ და ეგ რაღაც ფულია იყო ვიღაცამ დააშინა და 1000 სისულელეები, რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია ყველაფერზე. ილია არანაირად არ გაყიდიდა ამ შეხვედრას. პრინციპის საკითხი იყო და მისი პიროვნებიდან გამომდინარე ის ამას არ გააკეთებდა არანაირ თანხად. არც დაშინილი არ არის ის რომ ვიღაცამ დააშინოს ან დაემუქროს ამ მეთოდითაც ვირავნერ გავიდოდა ფონს, მაგრამ ერთი რაც ნამდვილად დანამდვილებით გააკეთეს, ეს იყო რომ გეიჯი გაჭყიპეს დოპინგით, მას მიეცა კოლოსალური შესაძლებლობები. ეხლა ერთი მომენტი მინდა კიდე ახსნა. რა ხდება, როდესაც ადამიანი ღვიძლის არეში ღებულობს დარტყმას. გითხარით თავიდანვე, რომ ადამიანის ორგანიზმში ნერვული სისტემა პირობითად შეგიძლია გავყოთ ორ ნაწილად, ეს არის სიმპათიკური და პარასიმპათიკური. პარასიმპათიკურს მიეკუთვნება ცდომილი ნერვი. ეს ნერვი არის პასუხისმგებელი ყველა ორგანოს ინერვაციაზე. ანუ თავის ტვინიდან იმპულსები ჩვენს ნებისმიერ ორგანომდე მიდის სწორედ ცდომილი ნერვის გავლით. და თავიანთი ფუნქციებით ეს ორი სისტემა არის ურთიერთსაწინააღმდეგო. როდესაც აქტიურია სიმპათიკური სისტემა, ამ დროს გარკვეულწილად ითრგუნება ცდომილი ნერვის მოქმედება და როდესაც ცდომილი ნერვია გააქტიურებული, ეს ავტომატურად თრგუნავს სიმპათიკურ სისტემას. აი ადამიანი როცა არის მოსვენებულ მდგომარეობაში, აი წამოწოლილი ვართ რაღაც შეძლო სიტყვაზე, ამ დროს სიმპათიკური სისტემა არ არის დატვირთული, ის არის მოდუნებული და უფრო გააქტიურებულია ცდომილი ნერვი და პირიქით. როდესაც ადამიანს აქვს ძიმე ფიზიკური დატვირთვა, ამ დროს შედარებით შენელებულია ცდომილი ნერვის აქტივობა და გააქტიურებულია, რა თქმა უნდა, კუნთები და სიმპათიკური სისტემა. ეხლა ადამიანი როდესაც ღებულობს ღვიძლში უძლიერეს დარტყმას, ამ დროს ღვიძლი არ არის მთავარი. ზოგჯგონია რომ ღვიძლი იწვევს ადამიანის წარმოქმნილ ტკივილი გათიშვას. სინამდვილეში ღვიძლი აქ არაფერ შუაში არ არის, ღვიძლში ადამიანს საერთოდ არ აქვს ტკივილის რეცეპტორები, ღვიძლსა და კუჭს შორის მოთავსებულია ერთ-ერთი მთავარი ზონა ცდომილი ნერვი, რომელსაც მზის წნული ეწოდება და სწორედ ამ ზონაზე ძლიერი მექანიკური ზემოქმედება იწვევს ძალიან დიდი რაოდენობით იმპულსის წარმოქმნას, ანუ გაღიზიანებას. ეს დიდი რაოდენობით წარმოქმნილი იმპულსი ავტომატურად ახდენს სიმპათიკური სისტემის გათიშვას. ანუ სიმპათიკური სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია კუნთების ტონუსზე, კუნთების მოქმედებაზე, მათი სიძლიერეზე და ასე შემდეგ, მომენტალურად ითრგუნება ან ითიშება და სწორედ ამიტომ ვერ დგება ადამიანი, როდესაც ღვიძლში მოხდება ასე ვთქვათ, ძლიერად, იმდენად ძლიერი იმპულსი წარმოიქმნება ცდომილი ნერვისგან, რომ ის თიშავს სიმპათიკურ სისტემას იმდენად, რომ აი ფეხზე დგომისათვის აუცილებელი ტვინიდან წამოსული იმპულსებიც კი ითიშება და ვერ დგება ადამიანი ფეხზე და ეცემა. ეს არ არის შეგნებული საქციელი, რა თქმა უნდა. ადამიანს სულაც არ სურს ამ მომენტში რომ წაიქცეს. უბრალოდ იმდენად ძლიერია ეს ეფექტი, რომ ძალაუნებურად ეცემა. იმდენად სუსტი იმპულსი მოდის ტვინიდან, რომ კუნთები ვეღარ ახდენს ორგანიზმის ფიქსირებას ვერტიკალურ მდგომარეობაში და ადამიანი ეცემა. ეხლა რა მოხდა გეიჯის შემთხვევაში? გეიჯის სუფთად ხვდება ილიას მარცხენა, შეგვიძლია ეს მომენტი მილიონჯერ ვნახოთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ამფეტამინით არის გაჭყიპილი, მიუხედავად ყველაფრისა, იმდენად ძლიერი დარტყმა ილიას, რომ მაინც ითიშება. ეხლა ამფეტამინი რას აკეთებს ორგანიზმში? ეფედრინი არ აქვს უშუალოდ ნებისმიერ ორგანიზმზე ამოყენებულია. ესე იგი, ცდომილი ნერვის მოქმედება ძალიან თრგუნავს
და ზრდის სიმპათიკური სისტემის ეფექტურობას. იმდენად ძლიერი ეფექტია ამ პრეპარატს, რომ რაც არ უნდა, ესე იგი ტკივილის გამო წარმოქმნილი იმპულსები წამოვიდეს ცნობილი ნერვიდან ტვინისკენ, ხო? ამას გადასწონის ხოლმე როგორც წესი, იმდენად დიდი რაოდენობით ესე იგი ადრენალინი და პლუს ეფედრინი თუ ამფეტამინი თუ რაც არის გამოყენებული, იმდენად დიდ ეფექტს ექმნის სიმპათიკური სისტემის სასარგებლოდ. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო ილიას დარტყმა, რომ მაინც მოახდინა მისი გათიშვა. ნოკდაუნი გვახსოვს, როცა ეცემა გეიჯი, მაგრამ ეს არ არის ამ მომენტში მთავარი. მთავარია რამდენად სწრაფად აღიდგენს გეიჯი ამის შემდეგ მის ძალებს. ფიზიოლოგიურად, როდესაც არ არის გამოყენებული დოპინგი, ღვიძლში უძლიერესი დარტყმის შემდეგ, რომ დაუბრუნდეს სიმპათიკური სისტემა ამ დარტყმამდე არსებულ ტონუსს და ძალას, მას ჭირდება ფიზიოლოგიურად ყოველგვარი დოპინგის გარეშე ჭირდება 5-დან 10 წუთამდე. ჩვენ გვახსოვს ახლა მერაბის რო ხდება იანის ფეხი ღვიძლში, აი თითქმის რამდენიმე წუთით მერავი წყობრიდან გამოიყვანა მაგ დარტყმა. თუ უყურებს ამ ვიდეოს, თვითონაც დამეთანხმება და რა ხდება გეიჯის შემთხვევაში? გეიჯის ხდება უძლიერესი დარტყმა ილიასი, ერთი სუფთად ხდება ღვიძლში, მეორეც მოხდა იქამდე, მაგრამ ცოტა დაშორებით, ну კარგი არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ერთი ხდება სუფთად და გეიჯი იკეცება. ამის შემდეგ ეგ მიდის ჭიდაობა და გადიან შესვენებას. სულ 2 წუთი, დაახლოებით 1 წუთი გრძელდება ჭიდაობა ილიას და გეიჯის და 1 წუთია შესვენება. და მესამე რაუნდში გეიჯი გამოდის ცხოველივით, თითქოს და საერთოდ არაფერი, მას არაფერი არ მოხვდრია ღვიძლში. ესე 2 წუთში recovery არ ხდება. ეს ფიზიოლოგიურად არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ეხლა ვისაც ესმის მედიცინა, ხო, იმათთვის ეს არის 2x2 4, რომ 2 წუთში ღვიძლში ესეთი უძლიერესი დარტყმის შემდეგ, რომ გახდე ისევ ესეთი სუპერმენი და ენერგიით სავსე, ესეთი რაღაცა ფიზიოლოგიურად არ ხდება. თუ რა თქმა უნდა, აქ არ ჩაერთო პრეპარატები და დოპინგი და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი იმიტომ ახსენი, რომ ჩემთვის არანაირი კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, ესე გეიჯი იმყოფებოდა თუ არა პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, რა თქმა უნდა იყო. სისხლიც ჰქონდა გადასხმული, კომბინირებულ დოპინგს ჰქონდა ერთი სიტყვით ადგილი. ამას გამოიწვია მისი ესეთი სუპერ ძალა, სუპერ გამძლეობა და საბოლოოდ ამ ყველაფერმა იქონია გავლენა. ამას მე მზად ვარ ნებისმიერთან ვიკამათო, კომპეტენტურ ადამიანთან, თუ ვინმე საპირისპირო აზრი აქვს, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე 1,000,000% ვარ დარწმუნებული, რომ მას ჰქონდა დოპინგი, მაგრამ ეხლა კიდე რაღაც ვარაუდები მინდა გამოვთქვა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია, ჩემი აზრია და ამ დანარჩენთან დაკავშირებით ვეაფერს ვერ დავიჩემებ, მაგრამ ძალიან საეჭვო მომენტები იყო ამ ბრძოლაში. პირველ რიგში ხაზი უნდა გაუსვა ილიას ძალიან შენელებულ რეაქციებს. მოვა ალბათ ამისით, რომ ეხა ამერიკაში ილია და ალბათ იქიდან რამე განცხადების გაკეთება არ იქნება სწორი, რაღაცა პერიოდი უნდა გავიდეს, ალბათ დაუბრუნდეს ესპანეთში, გაანალიზოს ყველაფერი. მე ძალიან არ მომეწონა მისი თვალები ბრძოლამდე, რა თქმა უნდა ეს თავდაჯერებულება მას აქვს, მაგრამ აი სახე სხვანაირი ქონდა ადამიანს, აი თითქოს და ადამიანი შედარებით როგორ შეიძლება მოდუნებული იყო ასეთი ბრძოლის წინ, მაგრამ ყველა ბრძოლის დროს რაც კი ილია მინახავს, ხო? აი იყო აბსოლუტურად განსხვავებული და ამ ბრძოლის დროს ილია იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ხა ვიღაცა იყო ოჯახურ პრობლემებს აბრალებს, ფსიქოლოგიურად არ იყო მზად და ასე შემდეგ და შეიძლება ამასაც ქონდა თავისი ეფექტი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ რაღაცა სხვა რამეც იყო მანდ, რომლითაც ილიაზე მოხდა ზემოქმედება. ეხლა თუ სპეცსამსახურები გადაწყვეტენ იმის გაკეთებას, ტექნოლოგიები იმ დონეზეა ასული, რომ აი ისეთი რაღაცები შეიძლება გააკეთო თანაც კვალიზატორების გარეშე,
რომ ამას მილიონი წელი ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. მე არა მაგ აი საუბარი რომ იქ მოწამლეს ამ დონის რისკზე მან არავინ არ წავიდოდა. იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ეს ყველაფერი შეჩნდება. მაგრამ არსებობს მეთოდები, რომელიც შეიძლება გამოიყენო ადამიანის წინააღმდეგ კონკრეტული შედეგის მისაღებად, მაგალითად მაღალი სეშლის ულტრაბგერებით ადამიანის ფოკუსირებული წყალებში დაბომბვა, რომელიც ზუსტად ამ სიმპათიკური სისტემის აქტივობის შენელებას იწვევს. არსებობს ეს სიხშირეები, ეხლა მე ზუსტად კონკრეტულ რა ჰერცებზეა საუბარი მაგაზე არ ვარ, მაგდუნის კომპეტენცია არ მაქვს, მაგრამ ის რომ ესეთი ინფორმაცია და ტექნოლოგიები აქვთ, ეს ფაქტია. თან ულტრაბგერის აპარატს ხმა არ აქვს, არცუნი არ აქვს, სადღაც მოათავსებ, კონკრეტულ ზონაზე მოახდენ ფოკუსირებას და ეს თავის საქმეზე ააკეთებს. ეს ჩემი ვარაუდია. ამით არავის არაფერს არ უმტკიცებ. განსხვავებით დოპინგთან დაკავშირებით, რაც თქვი მაგაზე ყოველ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, ხოლო რაც შეეხება ეხლა სხვა დანარჩენს, ეს არის უბრალოდ ჩემი ვარაუდი, არავის არ ვახვევ, ჩემ აზრს ვიღაცა შეუძლია დამეთანხმოს, ვიღაცა შეუძლია არ დამეთანხმოს, მაგრამ მე ძალიან უცნაურად მომეჩვენა თვითონ ილიას ძალიან შენელებული რეაქციები. თითქმის ყველა დარტყმა გაატარა, რაც არ უნდა გაეტარებინა. მეორე საკითხი არის ის, რომ პირველივე რაუნდში მას თვალბუდის არეში უჩნდება ისეთი დაზიანებები, რომელიც პირველ რაუნდში მე რასაც დავაკვირდი, გეიჯის რამე ძლიერი დარტყმა არ განუხორციელა, იყო ჯებები, რა თქმა უნდა, პირდაპირ, რომ მე თქო რაღაც დისტანციაზე დატოვო, მაგრამ ამ დონის დაზიანება, ეხლა ჯებით მიაყენო ადამიანს, რაღაც ძალიან უცნაურია, მე ის ხელთათმანი და იქ რაღაცა არ ვიცი, ამაზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ძალიან ბევრი უცნაურობები იყო, მაგრამ რაზეც დანამდვილებით შემიძლია ადასტურებით ვისაუბრო, ეს არის, რომ გეიჯის კონდა გრძალული პრეპარატი გამოყენებული დოპინგის ზემოქმედების ქვეშ იყო და არ არის გამორიცხული, რომ იქ ილიაზეც რაღაც სხვანაირადაც მოხდა ზემოქმედება, მისი ასე ვთქვათ საბრძოლო შესაძლებლობების დათრგუნვა მოხდა სხვადასხვა მეთოდებით და ამ ყველაფრის კომბინირება მოგიყვანა იმ შედეგებამდე, რაც მოხდა და რაც ყველამ ნახეთ. მოგლად მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა, ვინც უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. არ ვიცი, შევეცადე ამეხსნა თუ რა ხდება ორგანიზმში დოპინგის გამოყენების დროს, თუ რატო ქონდა გეიჯის გამოყენებული დოპინგი და თუ რა იყო ამის დამადასტურებელი ნიშნები, იგივე მისი რაღაც ფანტასტიკური რიკავერი ნოკდაუნის შემდეგ ღვიძლში მოხვედრიდან გაღვეთლებული ფეხის გულები, ეს მარტო ეს ორი არის სრულიად საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანი იყენებს დოპინგს. ილიას უსურვებ გამოჯანმრთელებას და დარწმუნებული ვარ, ის დაბრუნდება ბევრად უფრო ძლიერი და მრავალჯერ გაგვეხარებს თავისი ფანტასტიკური პერფორმანსით. ბედნიერად მეგობრებო, წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას.